მოგესალმებით, როგორ ხართ? ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი თქვენი სურვილი, რაც გაინტერესებთ. მოდით ერთი სურვილი ჩაიფიქრეთ, იმიტომ რომ კონცენტრირდეთ იმ კონკრეტულ ერთ ვარიანტზე, იმ კონკრეტულ ერთ სურვილზე და მე ახლა თქვენთვის გავაშხერებ პასუხს. 2026 წლის ბოლომდე ასრულდება თუ არა თქვენი სანუკვარი ერთი სურვილი. ნახოთ. ერთი წუთით გავაგრძელოთ. ნახოთ, ასრულდება თუ არა თქვენი ერთი სანუკვარი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. ნახოთ. პირველი ვარიანტი ასრულდება თუ არა. მეორე ვარიანტი ასრულდება თუ არა და მესამე ვარიანტი ასრულდება თუ არა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აბა, ჩაიფიქრეთ, ის თქვენი ერთი სანუკვარი სურვილი და მე ვიწყებ ვარიანტი პირველით. ასრულდება თუ არა თქვენი სანუკვარი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. ამ სანუკვარი სურვილის ასრულებაში ვიღაც ხელს გიშლით. რა გიშლით ხელს? იცით რა არის თქვენი სურვილი ასრულდება, ოღონდ შესაძლებელია 2026 წლის ბოლომდე არ მოხდეს ამის ასრულება სრულფასოვნად, მაგრამ ესე იგი ასრულდეს ცოტა უფრო მეტად მოგვიანებით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და ეს თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება, მაგრამ სჭირდება დრო. მაგრამ ეს სურვილი იცით როდის ასრულდება? როდესაც კონკრეტული ადამიანი ან წავა თქვენი ცხოვრებიდან, ან კონკრეტული ურთიერთობა დასრულდება, იმიტომ რომ აქ არის ადამიანის როლი არის ნეგატიური ამ შემთხვევაში, რომელიც თითქოს აფერხებს ამ თქვენი სურვილის ასრულებას. როგორ აფერხებს ეს ადამიანი ამ თქვენი სურვილის ასრულებას? ორიანები. ნახეთ, პირველ რიგში ადამიანი იღებს თქვენგან ენერგიას, ადამიანი იღებს თქვენგან პოტენციალს, ადამიანი იღებს თქვენგან რესურსს და შეიძლება იყოს ნებისმიერი ენერგია, ნერვები, ემოციები, რესურსი, ხო, რაც რაღაცნაირად საბოლოო ჯამში ანელებს სურვილის ასრულების პოტენციალს. აქ განა არ ასრულდება, აქ ნელდება სურვილის ასრულება. ანელებს ეს ადამიანი ამ პროცესს, მიხვდით ხომ? და როდესაც ეს ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან, წავა ნებისმიერი ფორმით, ხომ? ფიზიკურად წავა, ენერგეტიკულად წავა, ამას არ განვიხილავ ახლა, მე მაჩვენებს, რომ თითქოს თქვენი ეტლი იწრება და თქვენი სურვილი იწყებს ასრულებას. თითქოს უკვე მე ნახეთ, ვიღაცისთვის ახლა ეს ძალიან პირდაპირი მესიჯი არის. ვიღაცა თითქოს ხელს მოაწერს, გააწერს, რაღაცა დოკუმენტს მოაწერს ხელს, დაიმტკიცებს რაღაცას. ხვდებით ხო? კი. მაგრამ ეს უნდა მოხდეს სხვა ადამიანის წასვლის, გაცლის შემდგომ, როდესაც გაგეცლებათ ეს ადამიანი. იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მიზეზი, რატომაც არ ხდება თქვენი სურვილი დროზე რატო არ იქოქება, როგორც ეთქე, რატო არ მოძრაობს თქვენი სურვილი. ეს ადამიანი ანელებს. თქვენ დგამთ ნაბიჯებს, ეს ადამიანი უკან გეკაჩება. და პირველი ვინც მოგივიდა თავში აზრად, ესე იგი ზუსტად ეგ ადამიანია.
მეორე ვარიანტი, ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. აბა ვნახოთ თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა 2026 წლის ბოლომდე. ოთხიანობის ხმლები. საიდან მოდის ეს ოთხიანობის ხმლები? თქვენ გეუბნებიან, რომ მოქმედების გეშინიათ. ეს თქვენი სურვილი რომ ასრულდეს, საჭირო არის თქვენი მოქმედება, საჭირო არის რადიკალური ცვლილებები, საჭირო არის ისეთი გზებით, თქვათ, ისეთი მარშრუტით წასვლა, მარშრუტის არჩევა, რომელიც ახლა თქვენთვის წარმოუდგენელია, ხო? წარმოუდგენელი სცენარია, როგორ შეიძლება ვთქვათ, თან იცით, როგორ უნდა ასრულდეს ეს სურვილი, მაგრამ თან ვერ მიდიხართ, თან არ მიდიხართ ამ მარშრუტით, იმიტომ რომ ნერვიულობთ და გეშინეთ. ანუ ნახეთ, სურვილი არის გაჩერებული, სურვილი არ სრულდება 2026 წლის ბოლომდე, იმიტომ რომ გეუბნებიან, რომ შენ მიდიხარ არასწორი მარშრუტით. ან არასწორი მარშრუტით, ან საერთოდ არ მიდიხარ არსად და ხარ გაჩერებული ერთ ადგილზე. ასრულდება 2026 წლის ბოლომდე სურვილი? მე ხვდები რატომ ხართ თქვენ გაჩერებული. იმიტომ რომ გეშინიათ რომ თუ ვთქვათ ასე მოიქცევით, შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონოს, ვიღაცის სცენარში არ ჩაჯდეს და ამან გამოიწვიოს რაღაცა ძალიან დიდი კონფლიქტი. სიბრაზე, ვიღაცისთვის ფინანსური ენერგიის და რესურსის დაკარგვა, ვიღაცისთვის ადამიანის დაკარგვა. თიცოთით. რა უშლის ამ სურვილს შესრულებაში ხელს? იმედი არ გაქვთ საერთოდ, რომ ეს სურვილი ასრულდება. ამ დროს გაქვთ ამის პოტენციალიც და ენერგიაც. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც არის, ვერ გაგიკეთებიათ არჩევანი და საბოლოო ჯამში იცით და ფიქრობთ ასე უბრალოდ რომ თუ თქვენ ამ გზით წახვალთ, რომელი გზითაც თქვენ ფიქრობთ ამ სურვილის ასრულებას, მაშინ ვიღაცის სცენარი დაინგრევა, ხვდებით ხომ? მაშინ ანუ ნახეთ ეს სურვილის ასრულება არის მოითხოვს სხვა რეალობის, სხვა ადამიანების, სხვა სხვის წყენინებას სადღაც, ხო? ამ დროს თქვენ გეუბნები, რომ თქვენ გაქვთ ამის ყველანაირი პოტენციალი. მაგრამ უნდა ჩამოიშალოს ეს რაღაც. ხო, ნუ კონკრეტული ადამიანი, ეშმაკი, ჩამოკიდებული კაცი, ვიღაცა გიშლით ხელს ჩამოკარგო ადამიანს ამ სურვილის ასრულებაში. ძალაც გაქვთ, პოტენციალიც გაქვთ, მაგრამ საერთოდ არ გჯერათ თქვენი თავის, იმიტომ რომ ნახეთ, სასწორზე არის სურვილი და კონკრეტული ადამიანი, ან კონკრეტული სამსახური. სურვილი, თქვენი სურვილი რომ ასრულდება, თქვენ ფიქრობთ, ან დარწმუნებული ხართ იმაში, რომ სხვა უნდა ჩამოიშალოს, როგორც ადამიანი, ასევე სამსახური, პირობები, რეალობა, ვიღაცის ოჯახი საერთოდ არის. ანუ ვერ ისრულებთ სურვილს მხოლოდ ამ მიზეზით.
ხვდებით ხო? ვერ ისრულებთ ამ სურვილს. 2026 წლის პოტენციალი გაქვთ, მაგრამ აი ეს არის პრობლემა, რასაც მე ხლა აქ ვისაუბრე. მესამე ვარიანტი. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. ათიანების თესები. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. კი. ასრულდება. აუცილებლად. თან იცით როგორ ასრულდება? როდესაც უკვე აღარ ელოდებით მის ასრულებას, მაშინ ასრულდება. როდესაც უკვე აღარ გაქვთ იმედი, რომ ეს სურვილი ასრულდება, ზუსტად მაშინ ასრულდება. კი. და ეს სურვილი აბსოლუტურად ახალ ურთიერთობებს, ახალ გზას, ახალ განახლებულ ურთიერთობებს, განახლებული გრძნობები, განახლებული ძალიან გავს, როდესაც ადამიანი თითქოს აი ყველას არ ეხება რა თქმა უნდა 100-დან 1-ს ეხება ეხლა რასაც ვიტყვი, მაგრამ აი მთელი ცხოვრება რო რაღაცა ოჯახში ცხოვრობ და უცებ შენ და შენი საყვარელი ადამიანი რო სადღაც ცალკე წახვალთ ან დაისვენებთ ან ცალკე გადახვალთ ქირით, მაგრამ გადახვალთ ცალკე და არავინ არ შეგიშლით ხელს და თქვენთვის იქნებით ხო თქვენს ნაჯოჯი. აი რაღაცა ესეთი შეგრძნებები წამოვიდა. როდესაც ადამიანი ამ სურვილის ასრულებასთან ერთად არა მხოლოდ ახალ ცხოვრებას იწყებს, არამედ ანახლებს გრძნობებს, ან ხვდება ახალ ადამიანს. ამ სურვილის ასრულებასთან ერთად ბევრი ახალი რაღაც მოდის და ბევრი კარგი რაღაც მოდის ნამდვილად. თქვენ უდაოდ აგისრულებთ თქვენი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. დაგემშვიდობებით სამივე ვარიანტს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარულით.